ასეთი განადგურების მეთოდების გამოყენებით, ჩვენ უბრალოდ ვაჩქარებთ პლასტმასის უხილავ, მაგრამ გაცილებით საშიშ ფორმად გარდაქმნას. შეგახსენებთ, რომ მხოლოდ მსოფლიო ოკეანეებში არსებული მიკრო და ნანოპლასტმასის რაოდენობა საკმარისზე მეტია მთელი ბიოსფეროს სამჯერ განადგურებისთვის, მათ შორის კაცობრიობისთვისაც. ამასობაში მიკროპლასტმასი აგრძელებს დაშლას, რაც ნანოპლასტმასის უზარმაზარ რაოდენობას წარმოქმნის. გაიხსენეთ დოქტორ კენერის მაგალითი, ერთი მიკროპლასტიკური ნაწილაკი შეიძლება დაიშალოს მილიარდობით ნანონაწილაკად. და ამ მიკროპლასტმასის უზარმაზარი რაოდენობა ყველგან არის, რომლებიც მუდმივად იშლება კიდევ უფრო პატარა ნაწილაკებად და ანადგურებენ ყველაფერს მათ გარშემო, მათ შორის ჩვენც. სამწუხაროდ ბევრმა ახლა დაიწყო ამ კრიზისიდან მოგების მიღება, იგონებენ ყველანაირ სქემას, თითქოს მიკროპლასტმასის ორგანიზმიდან მოსაშორებლად. და ადამიანები მზად არიან გადაიხადონ უზარმაზარი თანხები ამ პროცედურებისთვის, მაგრამ კითხვა ასეთია, ნამდვილად მუშაობს ეს?